თუ მიიღეთ 6-იანი 2026 წელს თქვენი აბსოლუტური გამოცდა მოგეწყობათ პირად ურთიერთობებში და სიყვარულში. ეს შეეხება ოჯახს, ეს შეეხება თქვენს პირად ოჯახს, თქვენს მშობლებს, მათ მშობლებს, თქვენს მეუღლის მშობლებს და ასე შემდეგ. რაც არ უნდა მოხდეს ამ წელს თქვენთვის არ არის მიზანშეწონილი რომ გქონდეთ ცუდი ურთიერთობა მათთან, ეცადეთ რომ დაამყაროთ ჰარმონიული ურთიერთობები და უბრალოდ გიყვარდეთ ეს ადამიანები, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს თქვენთვის. თუ ოჯახი არ ყავთ 2026 წელს თქვენ გაქვთ ამის შანსი, თუ მარტო ხელა ხართ, აუცილებლად გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც თქვენ ძალიან მოგეწონებათ, მაგრამ თქვენ გამოიცდებით ამ წელს საკუთარი თავის სიყვარულში. თუ რამდენად გიყვართ თქვენი თავი და რამდენად შეგიძლიათ ზღვარის გავლება გაცემასა და მიღებას შორის ბალანსის დაჭერა და რამდენად არ ხდებით დამოკიდებული ურთიერთობაში. 2026 წელში თუ ოჯახი გყავთ, ეცადეთ რომ ამ ურთიერთობაში არ დაკარგოთ თვითსიყვარულის შეგრძნება, ეცადეთ რომ არ იყოთ მსხვერპლის როლი, მოიცილეთ თვითმარქვია სინდრომი, მე საკმარისად კარგი არ ვარ, მე საკმარისად არ შემიძლია, მე საკმარისად ლამაზი არ ვარ, მე საკმარისად ჭკვიანი არ ვარ. ყველანი ძალიან ლამაზები და ძალიან კარგები ხართ და ეცადეთ რომ ეს უბრალოდ საკუთარ თავს დააჭეროთ. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დაუშვათ მეუღლე დივანზე იწვეს და თქვენ მუშაობდეთ და თქვენ მარტო თქვენ შეინახოთ ოჯახი და ყველაზე პასუხისმგებლობა თქვენ თავზე და ზრუნვა თქვენ თავზე აიღოთ. ეცადეთ რომ ეს სიტუაცია ცოტათი მაინც დააბალანსოთ. რომ რასაც გასცემთ ზუსტად ის მიიღოთ ამ წელს, მე ვამბობ ამას ურთიერთობებთან დაკავშირებით და ეცადეთ რომ თქვენს გვერდით იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინებიც თქვენს აზრს ითვალისწინებენ და ვისთანაც თქვენ თამაში არ მოგიწევთ და იქნებით ის სინამდვილეში ვინც ხართ. გაფრთხილდით ამ წელს, ძალიან დიდი შანსია წონაში მატების. იმიტომ რომ 2026 წელში 6-იანი ციკლში ეს შეიძლება მოხდეს, ისევე როგორც წონაში დაკლების. ძალიან მოგინდება დიდი დრო დაუთმოთ თვითსილამაზეს, თვითმოვლას, ეს ძალიან კარგია. თუ რაღაცა არ გაკმაყოფილებთ საკუთარ თავში, აუცილებლად გალამაზდით, აუცილებლად ძალიან დიდი დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, შეიყვარეთ თქვენი თავი ზუსტად ისეთები, როგორიც ხართ, იმიტომ რომ თითოეული ადამიანი ულამაზესი და იდეალურია და მე უბრალოდ მინდა რომ თითოეულმა თქვენგანმა ეს თავის თავში იპოვოს და ეს სილამაზე თავის თავში დაინახოს. თუ რაღაცას შეცვლა მოგინდებათ ამ წელს შეგიძლიათ გააკეთოთ, არავინ გიშლით, ოღონდ ცოტა ზედმეტი არ მოგივიდეთ, მაგრამ პრინციპში თუ მეტიც მოგივიდათ, ეგეც არა უშავს. მთავარია რომ თქვენ მოგწონდეთ. გისურვებთ წარმატებას, თვითსიყვარულს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ამ წელს ისწავლეთ არას თქმა. თუ რაღაცა არ გაკმაყოფილებთ, იცოდეთ რომ თქვენ ხართ ძალიან მნიშვნელოვანი და ყოველთვის შეგიძლიათ თქვათ არა. და ოღონდ ეს არა აუცილებლად უნდა იყოს ნათქვამი ეკოლოგიურად, კონფლიქტის გარეშე, სიძულვილის გარეშე, სიყვარულით და პატივისცემით. მაგრამ მისცემთ ნურავის იმის უფლებას, რომ თქვენზე გავლენა მოახდინოს და ნურავის მისცემთ იმის უფლებას, რომ თქვენ დაგამციროთ და გამოგიყენოთ. გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას, დიდ სიყვარულს და ჰარმონიას ურთიერთობებში.